რა ხდება? რა ბაზარია? Live stream-ზე ვარ უკვე ბაზრიდან? ანუ შემიძლია რომ დავიწყო? შემიძლია უკვე თქვა ჩემი სათქმელი? შემიძლია რომ მოგესალმოთ? მოგესალმებით მეგობრებო, რა კარგია რომ ჩემთან ერთად ხართ? მომაყარეთ და შევი და დუშები. დღეს ჩვენი რა ბაზარიას არაჩვეულებრივი ძალიან საყვარელი გადაცემის მეოთხე live stream-ია. დიახ, ეს გახლავთ ყველაზე უშუალო და თან შვალიანი, ყველაზე უბრალო და თან ბრალიანი, ყველაზე სახალისო, ყველაზე თავისუფალი, ყველაზე გადაცემა, რომელსაც ქვია რა ბაზარია. სხვათა შორის მინდა შეგაქოთ მეგობრებო და გითხრათ რომ დიდი მადლობა იმისთვის რომ ამდენი ნახვები გვაქვს. რო გითხრათ რომ არ მოველოდით თქო მოვიტყუები, მაგრამ მაინც სამაგათ მიხარია. დიდი მადლობა თქვენ ვინც გვიყურებთ Facebook Live-ზე, ბაზარის Facebook Live-ზე. ეხლაც აი ამ წამს ვინც შემომიერთეთ, თქვენ დიდი მადლობა. დიდი მადლობა აფითიაც, რომელიც გადავსებულია დღეს და ძალიან მიხარია. და ასევე დიდი მადლობა YouTube-ის მაყურებელს. ანუ YouTube-ის მაყურებელო, დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. მოკლედ, ძალიან მიხარია, ძალიან ბედნიერი ვარ და დღეს მყავს იცით როგორი სტუმარი? დღეს მყავს ესეთი სტუმარი. სამწუხაროდ ვერ ვიტყვი მასზე რომ ლამაზია. და სამწუხაროდ გამოვიდა რომ აქ ლამაზი მარტო მე გამოვდივარ დღეს. მაგრამ ჩემი სტუმარი გახლავთ მაღალი, ტანადი, ახოვანი, ცოტა გაჭაღარავებული თმით, ძალიან სიმპათიური, ნარნარი ხმით, ერთი მგზავრი ბიჭუნა, მართლაც ლამაზი დედის შვილი, ჩემი მეგობარი, მართლა ჩემი ძალიან ახლო მეგობარი, გიგი დედა ლამაზიშვილი, რა ბაზარია? რა ბაზარია? აუ, როზე ყველაფერი 17 წლის რო ვიყავი, მაშინ კეთქვა. ჩემზე. 17 წლის რო იყავი შენ? არა, 18 წლისები რო ვიყავი. ვიყავი 18 წლისები. ანუ და რეები იყო და ეს ყველაფერი ეხა მეუბნები მაგას. ისო სიმპათიურია. თქვათ ყველაფერი? არაფერი არ უნდა ვთქვა. ყველაფერი შეგვიძლია მოვყვეთ აქ როგორ. შენ როგორ გაწყობს ახლა? მე უკვე აღარ მაქვს პრობლემა. მოვყვეთ. მე შენ სულ მიყვარდი რუსკა ხო? მე სულ მიყვარდი და მთელი ცხოვრება მეყვარები, მაგრამ ნახე ყოველთვის მაინტერესებს ხოლმე აზრი მე რა, ანუ წარდგენა მაქვს ხოლმე ყოველთვის განსაკუთრებული, ჩემი განსაკუთრებული სტუმრების და მოგეწონა წარდგენა. მე ყოველთვის ისე წარდგენას ვაკეთებ, რომ მე შენ კი არ შეგაქონ. მე რუსკაში რა თქმა უნდა, რა გავუკეთაო. ძალიან მომეწონა ძალიან, კი. მოგეწონა? კი. კაი, მაინტერესებს რა შვები, როგორ ხარ, რა ბაზარია შენს თავს, რას აკეთებ, რას არ აკეთებ, თუ აკეთებ, რატო აკეთებ, თუ არ აკეთებ, რატო არ აკეთებ. ასეთი არასტანდარტული შეკითხვები გაკეთება. ასეთი გიჟური. ანუ ესე იგი, ბევრ რაღაცას ვაკეთებ ამასობაში. 100 კინკილა გავაკეთებ. 100 კინკილა გააკეთა. 100 კინკილა. ჩვენ მეგობრებთან ერთად ორმა ოჯახმა გავაკეთეთ 100 კინკილა და ვარ ჩართული ძალიან მაგრად. მე მგონი მანდ მეც გადავიხდი დაბადების დღეს ესეთი მაქვს, კი. ჩემ დაბადების დღეზე ამის გამო არ მოხვედი, ხო? შენ დაბადების დღეზე სამწუხაროდ ამის გამო ვერ მოვედი, მაგრამ კიდე სამაგერო გადაგიხადე. მეგობრებო, აქვე პირდაპირ ვიტყვი პირდაპირ ეთერში, ბაზარის Facebook გვერდზე live-ში გეტყვით, რომ ჩემ ახლო მეგობარმა შარშან დაბადების დღეზე არ დაპატიჟა. არ იყო ეგრე, არ იყო. ჩემ საუკეთესო მეგობარმა თავის დაბადების დღეზე არ დამპატიჟა. როგორ გამოვრჩა? აი ვერ მივხვდი და მე რო დამარტყა იმის მერე მე მაგის მერე გავჭაღარავდი თქოს ერთ დღეში. მაგის მერე ესვა ანტიდეპრესანტი. ანტიდეპრესანტის დოზა გავზარდე. იმიტომ მე ფსიქოლოგიურად ვძალადობ ყოველ დღე. მას მერე მე მასზე ფსიქოლოგიურად ვძალადობ. პირველ აპრილს ქონდა დაბადების დღე და წინა წლის მაისში დავპატიჟე რომ 10 თვეში და 3 დღეში. გელოდები ჩემ დაბადების დღეზე და პასუხი რა იყო არის იცი წადი შენიო და მიღებულია რუსკა ყველაფერი გასაგებია და არ მივედი დაბადების დღეზე აი ესეთი ბოღმა ვარ მე კარგი ეხლა შენზე გადავიდეთ და სალაპარაკო ბევრი გვაქვს მაგრამ არასტანდარტული შეკითხვები მინდა რომ გამოვშვა რა ხო და მომიყევი 100 კინკილა ხო კიდე რას აკეთებ კიდე შენთან ერთად თუ არა ორ სპექტაკლში კი და რა ბედნიერებაა კი, თვალაშორის მე და რუსკა. მე აქ მაყურებელს რომ მიმართო. არა, არ მიხურე. თავისუფალი სივრცე. ჩვენ ვართ ბაზარის live Facebook live-ზე. ხვალ დავიდებით YouTube-ზე. თავისუფალი სივრცეა. ხო ხედავ რა ფანტასტიკურია აქ. თვალაშორის წაღან დამავიწყდა მე თქვა რომ ვინც არიცით მისამართი დღემდე კიდე იმიტომ რომ გონია რომ ყველაფერი იცით უკვე იმდენს ლაპარაკობ ბაზარზე და რა ბაზარიაზე. ვეკვა 3-ა. მისამართი. როგორ? ვეკვა 3-ა. აუ მე ძალიან მიყვარს საქაურობა, იმიტომ რომ ეს არის ჩემნაირი ხალხისთვის. დაიმეორე, ვეკვა 3-ა. ვეკვა 3-ა. დია. ძალიან მიყვარს საქაურობა, იმიტომ რომ
ყველა გემო არის სხვადასხვა. ეხლა მეც რომ მიყურე სპეციალურად ჩავიცი შავი, იმიტომ რომ ამბობს რა ხტუნებსო და ეს რომ დავიარე აზია, საქართველო, იტალია, ესპანეთი, მოზამბიკა, აცტეკები, მაიასტომები. შევჭავე და ყველაზე მაგარი რა იყო, იცი შენ იცი, მაყურებელს მოუყვები რომ ეს მოვედი დილიდან, აი, ძალიან გაფიწყინებული გამოვედი, რომ მეთქი რუსკასთან მიდივარ თქო და დღეს კარგად უნდა გამოვიყურებოდე თქო, შავი პიჯაკი ჩავიცვი, შარვალი ჩავიცვი და აი, ეთერამდე 2 წუთით ადრე აი ყველაფერის დასვრილი მქონდა. აქეთ რაღაცა კეჩუპი, აქეთ რაღაცა პასტა. აქეთ თუ რაღაც ჩამოდის და ედახეს. ბიჭო, თქვი. აი, სიტყვით, აი, რუსკა შენ უთყვი და ჩვენს მაყურებელს ვეთყვი რომ მე ვარ ჩმორი. რატო? აი რატო ვარ იცი? ჩმორი ხარ მაშინ, როცა აზიურ რესტორანში მიდიხარ და გეუბნებიან რომ ცხარე გინდა და შენ რომ говоря, კი, ცხარე მინდა. უნდა უთხრა, არ მინდა ცხარე. დღეს ვიბანავე, დილი დავიბანე თავი. როგორც იქნა. ველოდი თავი. რატო იბანავე უთხარი მაყურებელს, რომ ჩემთან მოდიოდი გადაცემაში რა ბაზარია. მოვედი, მივედი. აილანდურში და მეკითხებიან ცხარეო და რა თქმა უნდა. და ისეთი ცხარე მოვიდა რომ დავსველდი, ვერ შევჭამე და ჩამოვედი. ანუ ჩამომეჭამა. ვერ შევჭამე და ჩამოვედი სუსვეს. სველია ხალხო. შეგან ისე შამპუნი დავინიკეცი. შამპუნი მივახმარე და რისთვის. წყალში ჩაყარე ყველაფერი. წყალში ჩაყარე ყველაფერი. ჩვენ ეს არ გვაღელვებ, ჩვენ ისე გვიყვარხარ, დაუბანერის გვიყვარხარ. მადლობა რუს. ანუ რაკეშ არ შეგიტყვები დასმოცვის და ვიცი რომ აზრი არის. არა, კაია. 2 სპექტაკლში ვართ ერთად. და მე და შენ ჩვენი ცოლქრობა რომ იმაშება რა. ყველგან ცოლქრობს, რატომ თამაშობ? ანუ აი არ ვიცი რა. და მე ყველგან დიდარი ვარ, იმიტომ რომ სხვანაირად არ გამომყვებოდი. ანუ რა დამაბრალე ახლა? რა ეგრეა, სპექტაკლში ეგრეა, იქაც სოლი რომ დიდარი ვარ. ყველგან ჩმორი რო ხარ? რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა. ყველა ჩვენ სპექტაკლში სადაც მე და გიგი ცოლ-ხარ თამაშობ ჩმორია. ჩაულებრივი. რა ცხოვრებაში პრინციპში ეს სცენა. შენ ხარ გენიალური პიროვნება და არ ვიცი, მოკლედ. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ერთად თან თეატრალურის პერიოდიდან მეგობრობთ, ანუ ის ხო არ გამოვიდა, რომ აი ჩვენ რაღაცა არ დამეგობრდით, ანუ ხო არის თეატრალურში ძალიან ბევრი ადამიანები სწავლობდით, მაგრამ ნუ არ დამეგობრდით და ესენი იყვნენ პირველ კურსზე, მე უკვე მეორე კურსზე ვიყავი და ჩვენ ძალიან დავმეგობრდით, ველოდებოდით ხოლმე, როდის დამთავრდებოდა მათი ლექცია, რომ ჩვენ მე და ჩემი და მე შევსულიყავით მათთან და ნუ ჩემ ჯგუფთან არ ვატარებდი ეგეთ ამდენ დროს, თქვენ ჯგუფთან ვატარებდი ძალიან დიდ დროს და მართლა ფანტასტიკური იყო. აი მაინტერესებს აი მაშინ როცა აი თეატრალურის რა ხდება? მაშინ როცა ნუ აქ მეგობრებო არ დაგავიწყდეთ რომ აბსოლუტურ ლაივ სივრცეში ვარ და აქ ყველაფერი ეხლა რომ ხედავდეთ აქ რა ხდება, როგორი მოძრაობა არის, აი როგორ თქვა, ანუ სიცოცხლით ავსე აქაურობა ძალიან მოგეწონებათ, ამიტომ ვინც არ მოხვედით, ინანეთ ეხლავე ამ წამს. ხო და რა ვყვებოდი იმას რომ წარმოიდგენდი რომ აი თეატრალურში რომ სწავლობდით, რამდენი წლისები ვიყავით? 18-19 წლისები ვიყავით. წარმოიდგენდი იმ ყველაფერს რომ შენ ესეთი მაღალი დონის პროფესიონალი იქნებოდი, ესეთი პოპულარული იქნებოდი, თან სოფლიოს მასშტაბით და გეყოლებოდა ამდენი გულშემატკივარი. ფანი. არასდროს. აი წარმოგედგინე, იმიტომ შენზე ვიფიქრებდი მაგას. შენზე რატო ვიფიქრებდი? აი დედას ფიცა ვარ, აი შენ რო გაგიცანი რო დაგინახე ისეთი უნიკალური იყავი და ხარ. მართლა ეგრეა რა. აი ყველანაირ მაშინ არც თეატრში არ იყავი, არცად არ იყავი. სწავლობდით, ვიყავით პატარა ბავშვები და იმდენად უნიკალური იყავი, რომ აი მივხვდი რომ მეთქი რუსკა ბევრს მაგრამ ჩემთვაზე არ ვარ მეგობრი ეგეთი რაღაც. და ყველაზე სიგიჟე მეგობრებო ის არის რომ გზავრები როგორ იქმნებოდა, მაგის ყოველი წამის მომსწრე ვარ. იმიტომ რომ მაშინ ვიყავი გიგის მეგობრის შეყვარებული, გიგი მიგრიაულის მსახიობი არის, მოვიკითხოთ გიგი. და მსახიობი იყო? არა, არის. იყო რა, მსახიობი ხარ, სულ იქნები. და გიგი და მგზავრები საიდან დაიბადა, როგორ წამოვიდა, როგორ იბადებოდა, როგორ იწერებოდა თითო ნოტი, თითო სიტყვა, როგორ აჯენდნენ, რამდენი იყვნენ, 15-ნი იყავით ხო მაშინ. ეს ყველაფერი ხდებოდა ჩემ წინ. ანუ მე ვარ მგზავრების მემატიანე. ეგრე. სად არის ჩემი ხელფასი? ვიდოდა, მაგრამ არაო დიეტაზე ვარო და რაღაცები არ შეჭამე თორე, აქ ვაპირებდი მე. ხო და აი მართლა მაინტერესებს ხო, ეხლაც მიკვირს რომ ამდენი წლის მერე ესე ვსხედვართ და ესე რაღაც ყველაფერი თითქოს გამოვიდა, არ გამოვიდა, არ ვიცი. აი როდის გაიაზრე ეს ყველაფერი, რომ ესეთი პოპულარული ხარ? ვერასდროს რო. ხო არ გაიაზრე. ხო, მეც ძალიან მომწონს რომ არ გაიაზრე და არც მე არ გამიაზრე. შენც ვიცი რომ არ გაიაზრე. არასდროს და ყოველი ადამიანით როცა მოდის და ან რაღაცა სიტყვას გამოხატავს, ან ფოტოს იღებს,
ყოველ ჯერზე ახლებურად მიკვირს, რომ თავიდან ვფიქრობ, რომ რატო და მე უცებ და აი მომენტში ხვდები, რომ აი აქ მე აქეთ მადლობას ვუუბნებ. მეც ხო. მადლობა პირიქით. ხო, ეს მათი დამსახურება ძალიან ბევრი რამ მაქვს, თუმცა შენი დამსახურებაც არის. იცი რა მაინტერესებს? აი ამდენი კონცერტი, ძალიან ბევრი კონცერტი, ძალიან ბევრ ქვეყანაში, ძალიან ბევრ ქალაქში. წარუმატებელი კონცერტი მაინტერესებს. თუ ქონია წარუმატებელი კონცერტი და რაში გამოიხატება წარუმატებელი კონცერტი? კონცერტი ქონდა ყველაზე დასამახსოვრებელი. აი ყველაზე დასამახსოვრებელი მოყევი ხა კარგი. ეს იყო თბილისში. ეს იყო 2011 წელი. და იყო 6 კაცი და ჩვენ ვიყავით სცენაზე 17 მაშინ. და როგორ იყო, იცი რომ ფილარმონია გავავსეთ. და მე მივხვდით რომ ჩვენო სკოლაში გვისმენდა და სკოლაში პოპულარულები გვეგონა თავი და მაშინ დავგეგმეთ რომ მოდიო. სხვა შორის გაგაჩიხლაძის იდეა იყო ეგ მოვპარე ეგ იდეა. კუბოსი? გაგაცი ხო ფრანის რომ მაგან თქვა რა. მაგასაც უნდა და მე მგონი მაგანაც გააკეთე და მე ჩვენს გავაკეთეთ თქო და მივედით მოზარდ მაყურებელთა თეატრში. მოზარდების თეატრია, მოზარდები ჩვენ და დღეში 3 კონცერტი გავაკეთოთ თქო რა და დავგეგმეთ რომ ერთი თვის განმავლობაში დღეში 3 კონცერტი რომ მიგვეცა მთელი საქართველოს სკოლებში და აუ მეთქი ეხა წავიდა ცხოვრება თქო რა. ხა. 6 კაცი მოვიდა. 6 მოსწავლე და ჩვენ ვიყავით 17. და რას ვღენოდით და? თან მარინა მოწარ. მარინა იყო უკვე. მარინა იყო და თან მარინას ჩემს შეყვარებული იყო და მეუბნები რომ აუ საქართველოში ეხა გიждდებიან კაცი. რას ლაპარაკობ? აბოდებთ თუ რაღაცა? საქართველო მე და მე ეს მარინა მოვიდა და თან სიმამრიც იყო ჩამოსული და ბაშო 4 იყვნენ და მარინა და ჩემი სიმამრი და თქვენ ყველაზე აი გო ყველაზე დასამახსოვრებელი და გაუთვალისწინებელი შემთხვევები რა მომხდარა ისეთ სცენაზე საიდან ხო ისეთი სიტუაციიდან გამომძრვალ ხარ რომ აი რა ერთხელ გამხადეს რა სცენაზე გაგხადეს რას ნიშნავს რა სცენაზე ჩავედი უკრაინაში იყო ერთ-ერთი კონცერტი თუ არ ვწდები და ჩავედი და მე მგონი ეგრე იყო რა არ გახსოვს ბიჭო გაგხადეს თუ არ გაგხადეს გამხადეს ჩავედი და გამხადეს და მე ცოტა არ ვიყავი ხიზალი ნასვამი ვიყავი და ბოლომდე დავრჩი ესე ჩემი გახდილი ხო გახდილი აი მას ეძახი ესეთ გაუთვალისწინებელ იმას ეგ მაგრა ეს როკერი იყავი ესე იგი რა ჯიმ მორისონი გახდილი ეს კაიტანზე იყვნენ და მე არა რას უწუნებთ თქვენ და არ გინახი ვარ გინა ნანახი ხარ კიდე ძალიან მომწუხარ ისეთი როგორიც ხარ შენს ყველაზე დიდ მიღწევად რას თვლი ან რას მიიჩნევ? ალბათ იმას, რომ ყავს მეგობრები. ჩემი ყველაზე დიდი მიღწევა ეგ არის, რომ ყავს მეგობრები, ვინც მიყვარს და ვისაც მგონია რომ უყვარვა. ეგ არის ყველაზე დიდი მიღწევა. ამაში გულისხმობ ოჯახსაც და ამაში გულისხმობ შენს და ყველა ჩვენ ახლო ნამდვილ მეგობრებს, აი ალბათ ეს. კი, ნამდვილი მეგობრებიც ყავს, კი, რომლის დაბადების დღეზე დაპატიჟება გავიწყდება. ან პირველი ვპატიჟებ. არ მოდიან. აი რა საფასებ მეგობრობაში? ალბათ შენ კარგი მეგობარი ხარ ძალიან. არ ვიცი. კი, კარგი მეგობარი. მეგობრობაში ყველაზე მეტად ვაფასებ გვერდში დგომას და თავისუფლებას, ანუ არ მინდა ხოლმე ვიღაცას ჭკუა ვასწავლო, იმიტომ რომ მე არაფერი არ ვიცი. რა არაფერი არ ვიცი, როგორ არის? არ ვიცი. ხო და აქედან გამომდინარე მინდა რომ მეგობრობა იყოს ნამდვილ აი ამ გზნობაზე დამოკიდებული და არ იყოს არ გადავიდეს რაღაცა ცხოვრებისეულ ან დიდაქტიკურ ან რაღაცაში. ხო, რაღაც ტვინის ხო, მეგობრობა იყოს აი ეს მეგობრობა სილაღე და ერთმანეთისთვის. ხო და მე ვართ ერთმანეთისთვის ყველა. კი. და თან გაგვიმართლა რომ თან ხშირად ვართ ერთად რეპეტიციებზე. ხო, მაგაში თან გაგვიმართლა, იმიტომ რომ ერთ სფეროში ვარ რო ვართ და რაღაც რეპეტიციები ისინი. იცი როგორ მიკვირს შენი? იცი როგორ მიკვირს? აი მართლა გულახდილად გეუბნები, აი სადღაც ხო შეიძლება აი წავიდეს ოდნავ აი გადატრიალდეს, გადმოტრიალდეს ისო, მაგრამ აი ხო გადატრიალდეს, აი ამ ხელა დარბაზებს ავსებ, ანუ სტადიონებს ავსებ. თელ სოფლიოში ახლა ტური გქონდა ხო? მთელი ამერიკის ტური გქონდა, კიდე ევროპის ტური გქონდა, ყველგან სავსე დარბაზები. იცი როგორ მიკვირს რომ აი ხა ზიხარ და თან აი ესე ცოტა მორცხოთ მიქნევ თავს ნორმალური თუ ხარ შენ საერთოდ მაინტერესებს. აი რანაირად ახერხებს? საერთოდ სხვა ადამიანი დგას სცენაზე, გიტარით, ხელში. სხვა ადამიანი ვარ, ხო. და სხვა ადამიანი ხარ, საერთოდ აი ეგეთი განსხვავება, ესეთი ორი რადიკალური ადამიანი. აი როგორც ბიონსე არის, ხო, იცი, აი რაღაც საშა თუ რაღაც იონსე რო ყავს თავისი ალტრეგო, ეგრე ყავს ვინმე ალტრეგო, აი გიგი, ბიონსე. არ ყავს. მაგრამ სცენაზე სხვა ვარ.
ხო და სხვა ხარ და რანაირად ახერხებ? არ ვიცი, ალბათ სცენაზე ვარ ისეთი როგორც მინდა რომ ვიყო რა, ალბათ რა. ვიცი რა მაინტერესებს, სანამ ახლა სერიოზული ურთიერთობა გექნებოდა, სანამ მარინა გაჩნდებოდა შენ ცხოვრებაში, მარინა ჩემი მეგობარიც არის და ძალიან მიყვარს. მარინა გადაახვიე, გადაარდე. გადაახვიე მარინა. ანუ გოგოები არ გეწებებოდნენ ძალიან ბევრი. კიკი! არა, მე მქონდა ძალიან დიდი ტრავმა რა, იცი რომ? ანუ სანამ დავიწყებდი სიმღერას, მანამდე არ ვიყავი გოგოებში პოპულარული რა. და მე რო დავიწყო, უცებ რაღაცნაირად გავიჩიტე და მეთქი რატო? მაინც და მაინც სიმღერა უნდა დამეწყო რომ ჩემთვის ყურადღება მოგექცია. ხო, მაინც და მაინც სიმღერა თურმე. მაგრამ მაგითო დავიწყე, ვაშ გოგოები რო ყოფილიყვნენ, გიტარას არ ავიღებდი. არ ჯერა. დედას დეჩე მეხოწებოდა, ციცის მეხოწებოდა, რომ გიტარაზე დაუკარი და არ მინდოდა და მე რო ტექნიკურ უნივერსიტეტში სწავლობდი და პირველი ექსკურსიაზე წავედით და ვიღაცმა ბიჭმა გიტარა ამოიღო და თუზებერე მოდი და გოგოები ამას უყურე და მეც ეგრე მინდა მეთქი და სახში დეჩემ გავუღვიძე ამის 2 საათი რომ დედა გიტარა უნდა მასწავლო და კაიო და ეგ ორი სიმღერა ვიცოდი თუზებერე მოდი და თორე ამოსვლას რომ და მაგას ვღეროდი და ოთ ვანაწილებდი ისე რომ ვითომ თავიდან აი მაგის გამო ვისწავლე გიტარის დაკვრა რომ გოგოებს ჩემს ყურადღება მოექცია და მე უკვე ეს ბენდიც უკვე შენთვალ ეს როგორ მოახერხე ეს როგორ შეკარეთ მთელი სამეგობრო იყო მე კი ვიცი ყველაფერი მართლა იქ ვიყავი დღე და ღამე მაგრამ მაშინ ძალიან დიდი როლი ითამაშა კიდე ფილმმა ხო სადაც ერთად ვითამაშეთ ხო ოცნების ქალაქი ძალიან დიდი ტრამპლინი იყო რა ძალიან დიდი ტრამპლინი ფაქტობრივად თქვენზე გადაღებული ფილმია ეგრე ჩვენ მუსიკა და ეგრე გამოვიდა ეგრე გამოვიდა კაი ისეთი ფილმი იყო რა და მართლა ეხლა ძალიან უყვარს მაყურებელს და ბევრი ადამიანი უყურებს რა. აი კიდე მაინტერესებს როგორი მამა არის გიგი დედალამაძიშვილი. მე კი ვიცი, მეგობრებო, მე ყველაფერი ვიცი. ეხლა ამ შიდა სამზარეულოს თქვენთვის მაყურებ მეგობრებო. არ ვიცი, კაი მამა არ ვიცი როგორია. კაი მამა, ცუდი მამა არ ვიცი, მაგრამ აი რას აკეთებ ხოლმე შენ შვილებთან ერთად? ერთი დღე, აი როდესაც მარტო არიან შენთან შვილები, მარინას გარეშე. ეგ იშვიათად მანდობენ ხოლმე ბავშვებს, მაგრამ ერთი აი ვცდილობ იყო მათი მეგობარი. ვცდილობ რომ ჩემთან რაღაცები არ დამიმალო. და მათი პრობლემები გავიგო, უკვე ლიზი წამოიზარდა და უკვე ისეთ რაღაცებს მიყვება და ძალიან მიხარია რომ მიყვება, რაც მართლა ძალიან გულიდან მოსდის და ეს ძალიან მიხარია რომ რაღაცა არ ყოფნის? კი. ყოფნის. არასდროს არ უბაზდები. არასდროს არ გაუბრაზებულა შვილებს, აი არასდროს. არა, გაბრაზებაზე არ გელაპარაკები. მოსმენაზეც ყოფნის. დატოვებაზე. კი. არ გეზარება შენი შვილების დატოვება? არა. არასოდეს. არა. მაგრამ ერთად არ მიტოვებ ხო? რატო? იმიტომ რომ ხავი ხან პაპერს უკუღმავაცმევდი ხანისა. მაგრამ ეხა უკვე დიდები არიან. ეხა უკვე დიდები არიან და ეხა შემიძლია ეხა რომ მოვტოვებთ ხოლმე ერთად თან წიგნებზე ვსაუბრობთ, თან ფილმს უყურებთ ერთად, თან რაღაცა. ხო, და შენი შვილობა ალბათ ძალიან დიდი კომფორტი და ბედნიერებაა. და ეს როლები გადანაწილებული, ალბათ მარის იმკაცრე და უკვე ესეთი რაღაცა. მარინა. თუმრად მივდივართ. ფეხზე გაიხადეთ. ეგ თავიდან ხო იცი, აუ როგორ მწვენოდა, იცი? ანუ უკრაინაში არის ეგეთი წესი, რომ აუცილებლად უნდა გაიხადო აუცილებლად და ნუ ჩვენთან ხო არ იყო ეგრე 15 წლის წინ და ვაიმე როგორ მწვენოდა და სტუმრები, მამაჩემის ვაკაცები, ვიღაცები ქეიფზე რომ მოდიოდნენ და ეხლა მე გაიხადეთ ფეხებზე. კაცებიო, რა გავიხადო კაცო? აქ ესეთი წესებია უკვე და მარიშ გაჩერდი 20 წლის ხარვე. ხო და იქ იმ დღეს რა ერთი რამდენიმე თვის წინ ზაფხული იყო და შევჯლაყუნდი და აი სპექტაკლის მერე თან ბახუს მოკიდებულები ვიყავით. ბახუსი კი არა, პირიქით, თვალები ვიყავით. თვალები ვიყავით. ეს YouTube-ია ჩვენ შეგვიძლია ყველაფერი ვთქვა. აქ ეგ ბაზარია, თვალები შევჯლაყუნდით გიგისთან როგორ სახში. იცით, აი სახში შედიხარ და ყველაფერი თეთრია. იქიდან ანგელო ზიმოფრინავს უკრაინელი. იქიდან მარინა შემორბის სუფერშველი. ანუ აი ჩვენ აი მსახიობების კრეტინების გუნდი და ფეხზე გაიხადეო და აი ფეხზე მაგრამ ნუ აი ხო რა, ნუ ყველაფერს და ყველა სახს აქვს თავისი წესი და ყველაფერს უნდა ვცეთ პატივი. აბსოლუტურად. ეხა როგორ ხვდები, იცი რომ სხვა სადაც უნდა მივიდეს სტუმრად რომ მე ხვეწები არ გაიხადო და არ შემიძლია რომ არ გავიხადო. და რაღაც სუფრები რო არის, ხო იცი ყველა ჩაცმული და მე არა, შენ ჩემთან რომ მოხო, ჩემთან შეგიძლია არ გაიხადო. არ შემიძლია. მაინც ჩაგაცმევ. თუ არსებობს ისეთი მუსიკოსი, ეხლა 21 საუკუნეში, აი ეხლა ჩვენს ეპოქაში, ვისთანაც გინდოდა დუეტის ჩაწერა და ჩაწერე. მინდოდა და ჩავწერე? კი, და გაქვს უკვე ერთად კოლაბორაცია.
ბევრია? ეგეთი? არ ვიცი, არ ვიცი. ხა დამავიწყდა საერთოდ ვისთან მაქვს დუეტი ჩაწერილი. უკრაინელებთან მაქვს. ხო, მაგრამ არსებობს ვინმე ისეთი მუსიკოსი, ვისთანაც გინდოდა ძალიან დუეტის ჩაწერა და ჩაწერე. აი ერთი ბიჭი შეიძლება გამოვიდეს, ძალიან უცნაური ბიჭი არის. ხო. ოლივერ ტრი არის ეგეთი, იცი? ხო, არა. აი ძალიან უცნაური. იცი თქვენ ბავშვებო ვინმე მიცი? ოლივერ ტრი იცი? ოლივერ ტვისტი ვიცით. მარტო მე ვიცი ოლივერ ტრი. მარტო შენ გწოდნია, მე ძალიან უცნაური ბიჭი არის და ძალიან უცნაური მუსიკას აკეთებს, რომელიც ძალიან მომწონს. ხო. და ეხა ჩამოვიდა და შეიძლება რაღაც გავაკეთოთ რა. ანუ იმას ხო არ აქვს მნიშვნელობა ეხლა ყველა მიცის თუ არის. არა. უბრალოდ ეს ბიჭი ძალიან მნიშვნელობა ძალიან დიდ სურვილს, როდესაც ხედავ რაღაცას, რომ ეს რაღაც გამოვა. არ აქვს მნიშვნელობა, რა აუცილებლად სუპერსტარი უნდა იყოს. არა, ეგრე მინდოდა სულ ნიაზი დასამიჯესთან ერთად ჩამეწერა დუეტი. რაღაცნაირად არ გამოვიდა და გაგასთან არ გვაქვს დუეტი ჩვენთან. გაგასთან არ გაქვს დუეტი? არა. ო, ძალიან ბევრი ხანი გვეშლებოდა ის გაგას სიმღერა, ყველას შენი სიმღერა გვეგონა. და პირიქით. და პირიქით, ხო. მაგრამ ეხლა ნუ გზავრების სიმღერა ყველა მიცის. არსებობს ისეთი სიმღერა, რომელიც გეზიზღება, რომლის დანახვა არ შეგიძლია, მაგრამ გიწევს მაყურებლის გამო. ღერა, იმიტომ რომ უყვართ. ეგრე იყო შავღვინოშიც მქონდა ეგრე რა. მთვარე არისო? არა, მთვარე. აი რატომღაც შავღვინოში იყო, იმიტომ რომ ერთი პერიოდი ძალიან ისე იყო, რომ ყველა შავღვინოში. გახსოვს იმ ქალმა რო გითხრა? შავღვინოში ალბულები წუწაობენ. მოსტავაზე რო ვიხავი. ძალიან კაი შავღვინოში ალბულები წუწაობენ. ეს უყვარდა ძალიან კაი სიმღერა ახალბატონო ამას. ხო და აი შავღვინოში მქონდა და ერთ პერიოდი კონცერტებზე არ ვღეროდით ხოლმე, მაგრამ მე მივხვდი რომ აი არ შეიძლება, გასაგებია, როდესაც არტისტს ყელშია გამოსული არ უყვარს და თიც დაგიქნება ხო, მაგრამ აი რა ვქნათ, აი სხვა მოლოკოს აქვს, ანუ აღარ ვღერის სიმღერებს, აღარ ვღერის. არა, აღარ მეორე როა. კატეგორიულად აღარ ვღერის მაგ სიმღერას, არ მაინტერესებს, აღარ ვიმღერებ მაგ სიმღერას, ხო, ასე ამბობ. ჩვენ რას გვიშვება? მის ფანებს, ხო, აი ეგრეა, ამიტომ ყოველთვის უნდა უმღერო ყველას ის სიმღერები, რომელიც უყვარს, იმიტომ რომ მე რაღაც კონცერტზე ჩავედი, რომ აღარ მახსოვს რომელი ჯგუფი იყო და ახლა კი ჩვენი ახალი ალბომი არ მინდა ახალი ალბომი. ძველები იმღერე. ხო ხტები რომ გაცნობს თავიდან. ხო და ისეთ შემთხვევა არ ქონია, აი ძალიან ცუდ ხასიათზე ხარ, ძალიან ცუდად ხარ, ნუ აი არ ხარ რა და სადღაც ხარ და აი რადგან მომღერალი ხარ, მედი რა გვიმღერე რა, ჩემი ძმა გიგიშ რა, მედი რა ჩამოკარი. კი. ყოფილა. მე ერთი პერიოდი აი ჩვენ თეატრალში ვსწავლობდით, მე ესეთი ტიპებმა დამიწყეს, რა ყორო აი ეს რა გამარჯვებას ისე რომ მეუნებოდნენ, ხო იცი აი უცებ ღამის 3 საათზე აუ გიგის მან ჩვენ მისავარ რა ისა ვარ და ბიჭო წამოდა გიტარა წამოიღე რა წამოდა გიტარა ეს სადა თავიდან მეგონა მე მეძახდა და კარგით მოვალ ბიჭებო და მთელი ღამე დილიშვით წავდე მომღერეს და მეთქი არის არა ისე შენჩვევა ისედაც ქონდა სულ არ გვეთხოვა მაინც უწაკუნებდი მაგ გიტარას ეგ თქვენთან ხომ არა ეხა რომ გირეკავენ და რომ მაგის გამო რო გეძახიან ეხა ყვილების თქმა გამოგდის ძალიან კარგად მარტივად გამოგდის აი მარტივად შეგიძლია მოატყო ადამიანი? ო მე მიყვარს კეთილი ტყუილები რა. კეთილი ტყუილები რას ნიშნავს? მეც მინდა ხოლმე რომ მომატყუონ. რა მოგატყო? მითხრა და მოგატყო. მაგალითად, რა ვიცი, აი სიმღერა თუ არ მოეწონებათ, მითხრა ნუ კარგია. მე თუ არ მომწონს შენი სიმღერა, არასდროს არ გეუბნები რომ მომწონს შენი სიმღერა. მადლობა. მე თუ არ მომწონს შენი კლიპი, არასდროს არ გავაზიარებ მაგ შენ კლიპს. და ის დაბადების დღის ცენტრი, იმიტომ არ გავაზიარებ. აკას მე რეკეკი. ჩაიშალა. ხო და მოკლედ არ ვიცი რა, შენაირი ადამიანები ცოტა არიან, მაგრამ ნუ კითხვები კიდე მაქვს ბევრი. მე მართლა ყველაფერზე პასუხი ვიცი. სიგიჟე მაინტერესებს რა ჩაგიდენია და კრიტიკაზე მე გადავიდეთ უკვე. კრიტიკაზე? სიგიჟე, მაინტერესებს რამე სიგიჟე რა გაგიკეთებია. გარდა იმისა, რომ ჩვენ აი მეგობრების გამო, საყვარელი ადამიანის გამო თორე რა კრეტინობებს ჩვენს ვაკეთებდით, ეგ აინჯობი არ მოიყოლება. არა, მაგას ფიქრობდი ხა და არ მოიყოლება. და რა გაკეთები ეს ჩიკიჟე? მეგობრის გამო, საყვარელი ადამიანის გამო. ძირთად ბავშვობაში ეს იყო ცეცხლს ვანთებდით ხოლმე რა. სიგი ეს შენთვის ხო გაქვს დანთებული თუ არა? ჩემთვის ცეცხლი არ გაქვს დანთებული. მიგრიკას პონში. არა. იმიტომ რომ ეს პერიოდი იყო ძალიან მოდაში რომ ეს დავდიოდით და გულით ცეცხლს და ძირთად წავდით ხოლმე კაცს გადარჩენილი ვარ. პირდაპირ დამადექით ბათუმში ბეჭდით. ეგ შეიძლება მოვყვეთ ეგ ისტორია? არა. კარგი. აბა მოიწყებ მაშინ. ხო და მაინტერესებს ამ ცეცხლის დანთება შენთვის ვანთებდი კი პომპიეროსავი დავდიოდი და ვანთებდი ცეცხლებს. ყველაზე მძაფრად როდის გიგრძნია სირცხვილი? აუ ბევრჯერ რა. მაინც აი მძაფრად არა. ის მძაფრი ერთადერთია ხოლმე.
აი რო გბურძგლავს. ბერჯემ დომებია რა საერთოდ არ ვარსებობდნენ რატო დავიბადე და ცოტა დრამა კვინი ხარ კი ეგ არის ძალიან ცუდი არა 39 წლის გავხდი და ვერ ვისწავლე რომ რაღაცეები უნდა დაიკიდო არ მოგეშინია ნუ იხდი აქ ბოდიში ნუ რა უნდა დაიკიდო და თან ჩემშილებს ეგრევდი ხო იცი ბავშვები რაც არ მოგწოთ ის არ გააკეთო და რაღაცა ვითომ მაგრამ მე ვარ უარესი მოიცა მაგ ფსიქოლოგიით ხარ მაგ ნარატივით ხარ აი რაც არ მოგწონთ ბავშვები არ გააკეთოთ მე მანდა არ ვარ შენ სხვაში შენ ინტერვიუ ვნახე და რაღაცაში მაგაში დაგეთანხმე რა რომ არის რაღაცა წესები რაც ხო უნდა გამარჯობაზე იყო რა გამარჯობა თუნდაც გამარჯობაზე კი მაგაში გეთანხმები თუ არ უნდა გამარჯობა არა ეგეთ რაღაცა არა უძდელი არ უნდა იყოს გამარჯობა უნდა თქვას და მადლობა და ნახვამდის და რაღაცა კი მაგრამ აი რაღაცებს არ ვაძალებ როგორ რაღაცას იცი რომ ანც არ მინდა რომ დავსტრესო რაღაცა შეჯიბრებებით აი ხო ხდები რა რაღაცა კონკურსებზე გავიყვანო დავაძალვან სიმღერა ან ცეკვა არ უნდა არ გინდა იმიტომ რომ მეც ვისტრესებოდი კრიტიკას როგორ უდგები ძალიან ცუდად მართლა აუ საშინო ღელავ რო გაკრიტიკებენ მნიშვნელობა არ აქვს ვინ გაკრიტიკებს მაინც ღელავ არ არსებობს აი ისევ ღელავ მაგის გამო 2011 წელს გავაუქმე 2011 წელს კი არ გავაუქმე უბრალოდ აღარ შევედი ვარ Facebook-ი იმიტომ რომ ვიღაცა რომ სადღაც რაღაცას დამიწერდა და ვაიმე ვკვდებოდი და ანუ 10-მა რო კარგი რაღაც მითხრას და ერთმა ცუდი მითხრას მე მაგაზე აბა ეხლა რო გვათრევდნენ ამ ამბების გამო შენ როგორ გადაიტანე ეს ყველაფერი რთულად გადაიტანე ყველაფერი ხო ანუ არ შეიძლება ადამიანების თრევა ხალხო უხერხულ სიტუაციებში როგორ იქცევი წითლდები მოუხევი წითლდები რომ კამერაზე გავწითლ მე იქ ვარ შენ იქ მოუხევი აქ ვარ ხო წითლდები ძალიან წითლდები და მაგით თავდება ყველაფერი ზეთა ფეხებს ესე ვაჯვარედინებ ხოლმე ეს უწითლდები იცი რა მაინტერესებს სხვათა შორის ეხლა მომივიდა აზრად აი რატო არ იღებთ კლიპებს მომღერლები ისეთ სიხშირით როგორცაც ადრე იღებდით ადრე ხო უფრო ხშირად იღებთ რატო მიშველეთ ძალიან გაძვირდა ხო რა გაძვირდა ყველაზე მარტივი ეხა ჩემი აზრით კლიპის გადაღება არ არის ეგრე არა რატო აი საქართველოს რო გადავიღეთ ძალიან მეგობრულად გადავიღეთ ძალიან ისე გადავიღეთ კლიპი არის ფილმი კინოა არა შენ იმას არ ვამბობ საქართველოაზე არ ვამბობ საქართველოზე ვამბობ რა შენ საქართველოზე ვამბობ რომ ძალიან მეგობრულად გადავიღეთ ერთ დღეში გადავიღეთ ის აი ყველაფერი ყველა მაგრამ მაინც თანხა დაჯდა რა თანხა დაჯდა მაგრამ ძვირი დაჯდა კი მართლა კი და ის ვალსი ვალსიც ძვირი დაჯდა ეგრე დაჯდა ვალსი ფილმია ჩემი აზრით ხო $20,000 დაჯდა დაახლოებით რა $20,000 დაჯდა და ხო ნუ საქართველოს ბაზრისთვის ძვირია ხო ძვირია რა $20,000 ესე ვერ ეხა YouTube-ზე სხვა შორის ეხა 10 მილიონზე ადის საქართველოა და ველოდები პირველად რომ YouTube-დან რამდენი ჩამოვა არ ვიცი მოიცადე 10 მილიონზე ჩამოდის მარტო YouTube-დან არა მე მგონი მილიონზე არის თუ არ ვცდები $1,000 ხო გონზე არა ვარ საქართველოში მე მგონი ძალიან დაბალი მონეტიზაცია ხო ეხა ამერიკაში რო იყო იქ ბევრად კაია ამერიკაში რო იყო 10 მილიონი კი 10 მილიონი რა კარგია რატო დაბალი მონეტიზაცია საქართველოს მოკლედ ყველაზე მეტად არის რამე ისეთი რამ რაც ყველაზე მეტად გეშინია ხო ეხლა ისეთი რაღაცა ძალიან იქით არ გავუჭი ხო ისი გეშინია აო სიკვდილის ძალიან მეშინია სიკვდილის მეშინია არ მინდა რომ მოკვდეთ არ მოკვდეთ რა არ მინდა ოღონდ ის წარა მუდმივობას არ მინდა მაგრამ ეგეც მაშინებს მაგრამ მაინც არ მინდა მუდმივობა მირჩევნი ყველა რომ მუდმივობა მოათვიყო მე რა მგონია იცი ეხლა ნახე შტერობას ვიტყვი მე მზად ეხლა ნახე რა მაქსიმალურად კრეტინობას გავაკეთებ და მე მგონია რაღაც რამდენიმე წლის მერე მოიგონებენ ისეთ უჯრედს და ანამოლეკულას, რომელსაც შევიხვანთ და განაახლებს ეს ორგანიზმს. პროცესი დაიძრება. მაგის მჯერა მეც. მარტო მე და შეგჭ. აი მაგის მჯერა მეც. და ბავშვობაში ბევრ რაღაცაზე ვფიქრობდი, სხვათა შორის. რას გამოვიდა? ბევრ რაღაც არ გამოსულა. მართლა აი რაზე ფიქრობდი? YouTube-ში ვარ, ხო? YouTube-ში ვარ, შემილია რაღაცების თქმა. YouTube-ში ვარ და შემილია რაღაცების. ყველაფრის თქმა შეგიძლია. ტრაკი. აი იმპოტენციაზე ვფიქრობ. იმპოტენციაზე ფიქრობდი? აი ბავშვობაში მეგონა რომ მაშინ ხო გავიგე რომ არსებობს იმპოტენცია და ძალიან შემეშინდა რა რომ ოდესღაც შეიძლება მეც დამემართოს ასაკში რომ შევალო რაღაცნაირად მეთქი ეხა რომელი წელია 97 ომი ახალი დამთავრებულია ესენი მეუთხარი მე რომ მაგასაკში შევალთქო ხო ისეთ რაღაცას მოიგონებენ და ვერაფერი ისეთი ვერ მოიგონეს სულ ვიაგრას ხო არ დალევ კაცო რა დრო შენი ეგ არის
არა მე ხა მე მომავალზე ნერვიულობ შენ მომავალს მოიცა მიდივარ კიდეც მან აქამდე იმის მერე გავიდა რამდენი 20 წელი 20 არა 20 კაცო 30 წელი გავიდა და როგორ რაღაცა მეგონა იცი დილით და საღამოს დალებთ ჩაის და სულ კარგად იქნება სულ ყველა ჩვენ სიდგებით ფეხზე და ყველაფერი ფეხზე იქნება ხტები ხო მაგი მინდოდა მე და არაფერის და იქნებ მოიცა დაველოდოთ რა ჯერ ეგ იქნება და მე არ მოვკვდებით ამდღრე მუდმივად ცხოვრა სოცხლები აცდა მარადის უკულ ამდღარი და უკვდავ ой და ცოტა ვარ ლაივში ვარ ой ბავშვების გიყურებენ რა უბედურება არის რა არის არავინ არაფერს არ აწამებს აი მე ცოტა ვარ უცელი ამ ძუძუზე რატომ მიტევს ხელი აი მე მერთო ნატალია რა ვკითხო რა ვიცი რომ ძალიან ბევრს მოგზაურობ კი ცოტა ყველაზე კარგად რომელი მოგზაურობა გახსენდება ო ან რომელი ქვეყანა ტაილანდი აი რომელი კალა ტაილანდი რატო ესე განსაკუთრებულად რატო გამოყავთ ესე სილამაზის კუთხით ასე მე ქვეყანა არ მომწონებია ლამაზი მამაკაცები ყავთ კი და ლამაზია ხო ძალიან აი კონცერტი გქონდა ტაილანდში? არა, მე და ჩემი ცოლი შენ და შენი ცოლი იყავით? კაი ხანი იყავი, ხო? რაღაცა მანდ ორი კვირა. ხო, იმიტომ ორ კვირაზე ნაკლებს აზრი არ აქვს. არა. ცოტა მეტითაც კი უნდა წახვიდე ტაილანდში ჩემი აზრით. აი, ეგეთი ლამაზი ქვეყანა მე არ მახსოვს. მართლა ესე გამ. აი, ძალიან. და ძალიან მიყვარს და მანდაც იგივე შეცდომას უშვებდი, რაც აქ დაუშვი. რას? აი, მივდივოდი და არიცი ტომიამი და ხო. მივდივოდი და სადღაც წავიკითხე, რომ არ უნდა შეხვიდეთო ისეთ ადგილებში შეხვიდეთო, სადაც ტურისტები არ არიანო და ვარჩევდი, რომ ადგილობრივი ყოფილიყო და შევიდე hello კი და spicy და მეთქი yes of course ხო და მოქონდათ რაღაცა ტოტები იყო ოღონდ დიდი სკელი ხო რაღაცა დიდი ტოტები ეყარა რაღაცები ეყარა და ყველაფერი ამბობს ღრღნიდი რა იგივე რომ როგორც ისინი დაჯებიან რა მე ისინი უნდა დაიჯებო ერთი საათი ამას ვიდეო თან ოფისში ვიწურებოდი ვერ ვჭამდი ტიროდი და არა მე ორი კვირა ჩამოსული როგორც ესე ბიჭო ღნია მიმეებს რა ქვია ჯოხებს და თან გემოცარა აქ უბედურება და უკვე გამოფრენის დღე არის და ჯოხი მიჭირავს უღრნი უკვე და უბრალოდ მივდარი მოვიდა და რას აკეთებო და მე უთხარი რას ვაკეთებ და უღრნი და არა ეს გემოსთვის არის უბრალოდო და ორი კვირა ტყუილა უღრნის რაღაცე გემოსთვის იყო და რატო არა აი ახლა როგორც ესენი პანჯერიან არა ამას კულტურაში რო შევსულიყავი და ცოტა ორი კვირა ღრღენი ორი კვირა უღრნთან სკელი ჯოხები იყო ჩაულებრივი და გითხრეს არავინ არაფერი რატო ბოლოში შეამჩნიეს მამდე არა ორი კვირა უღრნიდი და ბოლოში მითხრეს რათა ყოველდღე ვჭამდი სხვა ჯოხებიანებს ვიღები კაი რა დიახაც სამომავლო გეგმები მაინტერესებს ჯერ არსად არ გიშვებ მაგრამ მაინც ასკინკილა ვიცი ერთ კვირაში გამოვა მგზავრების სიმღერა ასკინკილა სიმღერა გამოვა აშა მაშა სიმღერა გამოვა ასკინკილა 2 მაისს გვაქვს კონცერტი მონოჰოლში გეპატიჟები პრემიერა გვაქვს ჩვენ მაისში ესე იგი ჩვენ 26 აპრილს გვაქვს ესპანელი მღვდელი სპექტაკლი გვაქვს 20 მაისს გვაქვს პრემიერა ვერისუბნის მელოდიების 2 მაისს გვაქვს გზავრებს კონცერტი მონოჰოლში და მე მგონი ყველაფერი კარგად არის აი ესე ფილმ რომელ ფილმში ითამაშებდი ვის როლს ითამაშებდი და რომელ ფილმში ითამაშებდი ვის როლს ითამაშებდი ან შენზე ფილმი რომ გადაიღონ რომელ მსახიობს დაამტკიცებდი შენ როლზე აი კითხვა ძალიან შენზე რომ ფილმი გადაიღონ შენ როლზე რომელ მსახიობს დაამტკიცებდი მიდი გახსენი ფანტაზია მიდი მითხარ შომპენი აბარა შომპენი რო დგამოდა ნაში და ალბილები ბანაუბე ეს შომპენი წარმოიდგინე მარინა ვინ იქნებოდა მარინა შომპენის ცოლი რო იყო გახსოვს რობინ რაიტი კი აი ეგ იქნებოდა მარინა აუწყია ცხოვრება რა აუწყია მე არ მინდა არც შომპენი და არც მე შენ ვის ათამაშებდი შენ როლი ჩემ თავს ვათამაშებდი უმატურმანს იმასაც გრძელი წვერი აქვს უმატურმანი იმასაც შენ აქვს გრძელი წვერი და თუ რა მე შენც არ გაქვს გრძელი წვერი და არც მე არ მაქვს გრძელი წვერი მაგაშია საქმე წვირების შეჩერება წვირების ჯახი მოკლედ შენთვის მაქვს მომზადებული
ხომ მითხარი მე ვასწებაო ის ბლიცი პირველი რომ მოვიდა მეკითხება ის ბლიციო მომიზადეო და მეთქი არა ის ბლიცი არ მომიზადებია უარესი მოგიმზადე უარესი მოგიმზადე უარესი მოგიმზადე მე ვარული ჩათხა მოკლედ ახლა ესეთი ამბავია წესები არის ძალიან რთული და ძალიან ყურადღებით უნდა მომისმინო 5 წამში უნდა ჩამოთვალო მაგალითისთვის 3 რამ რისიც გეშინია აი მაგალითად გველი კალია და მოჩვენებები ოკეი მე შენ დაგისვავს შეკითხვას და უნდა ჩამომითვალო 5 წამში დათხარ კი ანუ არი ფიქრო კაი წავიდა 3 რამ რაც 60-ის შიგნით იცვამ ტრუსი ნასკი მაისური 3 რამ რაც მწარეა ვერ ვკითხულობ მწარეა ხო პატაი საქვია ტომიამი ტომხა დაღამდა 3 სიმღერა რომელშიც ახსენებია სიტყვა წვიმა დროზე მოგონებებს ასწველებს წვიმის სფერო ლამაზო ქალო იდე წვიმა დილიდან არ ვიცი 3 სიმღერა რომელსაც შხაპის დროს ბღერი ჩქარა ნევა gonna give you up ერთი წვიმა მოგონებებს ასწველებს და დუშო ჩემო ლამაზი 3 რამ რასაც შენ სახში ვერ ვიპოვით დროზე ფერად კედლებს ხო ჩქარა ბუხრის საჩიჩქნს ჩქარა ფერად ვაზას 3 ცხოველის ხმა უნდა გამოსცე ვაუ მეორე მესამე მიაუ მესამე მიაუ იყო ის სხვა იყო ის ბუგავაკეთე ბუ იყო კარგი ისა კარგი ხარ ლუნიჭერესი არტისტია 3 სიტყვა რომლითაც მე ამღწერე მე ლამაზი კოხტა ლამაზი კოხტა და ნიჭიერი კარგი აბერთი არ გეთქვა 3 ცუდი სიტყვა ბავშვებმა შეძეუარ ესეთ ციან მეტი 3 ცუდი ბოზანდარა კიდე რაშმანდოკა კიდე სიფილისი არ ვიცი ცუდი სიტყვა რატო არ ვიცი მაგრამ დაავადება არის 3 ცნობილი ადამიანი რომელსაც ვახშამდე დაპატიჟებდი დროზე რობერტ დენიროს დროზე ადამ სანდლერს და რის ვიზერსპუნს 3 რამს რასაც სასტუმროდან მოიპარავდი ან მოგიპარავს დროზე არასდროს არაფერი არ მოიპარავ ჩემს მოსწავლეები ხოლმე გაანებე თავია საპნებს იმას რა ქვია პატარა რო არის შამპუნებს დუშგელებს და დუშგელებს 3 რამ რასაც გააკეთებ უეცრად მილიონერი რო გახდე დროზე ბასენიან სახლს ვიყიდი აუზიან სახლს ვიყიდი რასოებლა წავალ ერთ წელი ხარფის არ გავაკეთებ ხაშურში წადი მერე და ბევრ შოკოლადებს ვიყიდი ვაიმე ჩაბარა ტესტი კარგად მე მგონი ძალიან ბევრი ფიქრა რა არა ვარდოსანიძე იყო მაგარი ყველაფერზე რაღაც ვაფშე აი გმინდოდა შენ გარეს მაგრამ მომეწონა რა სიფილისი რო ცუდი სიტყვა აი რა დაგიშა არა რა ვიცი უბრალოდ ბავშვობიდან მეშინოდა მაგრა ავადების და ხა მომიტივტივდა ძალიან ცუდი დაავადებაა ჩემო სიცოცხლე აი გასაგიჟებლად მიყვარხარ, გასაგიჟებლად ჩემი მეგობარი ხარ. ძალიან დიდი მადლობა რომ მოხვედი. დიდი მადლობა ყველას ვინც გვიყურა ახლა. ვაიმე როგორ ჩავირტყი ხელში საათი. მოკლედ ახლა მე შენთვის პატარა საჩუქარი მაქვს. კი, მე შენ გიშვებ დასასვენებლად. მართლა კი არა. როგორ გამეხარდა მეთქი ძლივს და ესე ახლა შენ ყვავირები. ვაიმე ძალიან დიდი მადლობა ძალიან დიდი მადლობა გენაცვალე უგრმესი მადლობა ვა რა ლამაზია რა გეკონა რომ დასასვენებლად მე რუსკამ გამომიშვა და იქ ჩავიდოდი და დავისვენე უკვე რა მალე იქნება ჩემთან ესეთი გადაცემა მალე მქონოდეს ისეთი გადაცემები რომ აი ეს და გიშკოთ და დაგარიგოთ დასასვენებლად დიდი მადლობა რომ შენ ხარ მადლობა შენ იმისთვის რომ ხარ ჩემი მეგობარი ჩემი კარგი მეგობარი ძალიან მიყვარხარ ძალიან ნიჭიერი ხარ იმის თქვა რომ ფანტასტიკური ხარ და გადასარევი ხარ მაგის თქმას აღარ ვაპირებ იმიტომ რომ ისედაც ყველა მიცის რომ აი ესეთი არაჩვეულებრივი ადამიანი ხარ მიყვარხარ მადლობა რომ მიყავი დღეს რა ბაზარიაში ეგ ბაზარი იყო მეგობრებო თვით გიგი დედალამაზიშვილი იყო მოსული რა ბაზარიაში მადლობა თქვენ ვინც ახლა გვიყურეთ სტრიმზე ბაზარის Facebook-ზე მადლობა თქვენ ვინც გვიყურებთ ხვალ YouTube-ზე რომ დაიდება რა ბაზარიას მე-4 ეპიზოდი და საერთოდ მადლობა ბაზარს იმისთვის რომ ესეთი საყვარელი გადაცემა გვაქვს
გემშვიდობებით ზუსტად ერთი კვირით და ერთ კვირაში მოვალ და კითხავთ ისევ რა ბაზარია თქო. ხო და ეხლა ეგ ბაზარია რომ მოვჩით. აკცი შეთ